გამარჯობათ მეგობრებო. დღეს რა მინდა გითხრათ. რამდენად დიდ ინფორმაციას ჩავატევ აქ არ ვიცი, ეს დიდი ვიდეოებიც გღლისთ თავისთავად გასაგებია. ნახეთ ახლა რა მინდა გითხრათ. მე კი გაწერინებთ სქემებს, საერთოდ ნებისმიერ სქემებს და ძირითადად ახლა აქცენტი გვაქვს ჩვენ ხევსურულ სქემებზე, ხო, როგორ მოვგზავნოთ ხევსურული წინდები. ესენი არის სულ ხევსურული სქემები, ასე ვთქვათ და ვისაუბროთ ამ თემაზე. მგონი ადრეც გითხარით, რომ ძირითადად შავ ფონზე გსოვეთ, ან შავი ფერი იწყებოდეს, მთავრდებოდეს და გამოყოფდეს სხვა ფერებს. ახლა დააკვირდით, აქვს სხვადასხვა ფერისა სქემები და ფონიც სხვა ფერი აქვს სქემებს, მაგრამ ნახეთ, დასაწყისიც შავია, ალაგ-ალაგ შავია და თავისთავად შემდეგ დასაცრულიც შავი იქნება, ისე რომ ის შავი ფონი ნებისმიერ მარტო ხევსურულს კი არა, ნაქსოვს უფრო აჩენს, გამოყოფს რაღაცნაირად. ეხლა ეს არის უთათებო, ასე ვთქვათ, წინდები, მაღალყელიანი ბაჭიჭები, გამაშები, რაც კიდე დაარქვით, არ ვიცი, ვინ რას ვეძახით, უფეხო წინდებია ერთი სიტყვით. ხევსურულად ამას ბაჭიჭებს ვეძახდით და ბაჭიჭებიც განსხვავებული იყო. კაცის ბაჭიჭებს ქსოვდნენ, როგორც იცით, დაშიბული იყო სულ. თითის წვერებიდან დაწყებული, ერთი პირველი თვალიდან დაწყებული ბოლომდე, მთლიანი ბაჭიჭები იყო სულ დაშიბული. ძირითადი ფერი უნდა გეგსოვა თუ სქემა აგეწყო თუ რა უნდა გაგეკეთა, სულ იყო დაშიბული და იმიტომ იყო უფრო გამძლე და უფრო მყარი, რა ვიცი, ნუ რაც იყო ერთი სიტყვით და ეს ახლა უფეხო წინდები, ესაც ახლა ბაჭიჭებია ალბათ, რა ვიცი, ასია რა ერთი სიტყვით. აი ახლა დასაწყისი და შემდეგ ალაგ-ალაგ, აი ამ წინდაზე რატომ აქვს აქცენტი. სქემები არ მაქვს მოქსოვილი შავ ფერზე, მაინც და მაინც არ უნდა იფიქრო, რომ შავზე უნდა მოვგზოვო ნებისმიერი სქემა, თუ გინდა მიამსგავსო ხევსურულს. კიდევ ვიმეორებ, ახლა ვსაუბრობთ ხევსურულ წინდებზე. მაგრამ აი სულ სხვა ფერებშია ეხლა ესენი, ხო, სქემები, მაგრამ აი ალაგ-ალაგ ჩასმული მაქვს მე ის შავი და ნახე როგორ უხდება და გამოაქვს ის სქემა, რაც არის. აქ შავ ფონზე ახლა ყველა სქემა მოქსოვილი შეგიძლია, ისე აწყო, რომ უფრო ნათლად ჩანდეს, მაგრამ აი ამ შავ ფერზე მოქსოვილი სქემებს შორის ნახე ახლა ის ძალიან თეთრი ერთი ასეთი გავაკეთე, აი მგონი ჭანს და მეორე კიდე ცოტა ბუნდოვანი თეთრი უფრო სერს გას და როგორ გამოყო ახლა, აი ეს უფრო მოუხდა ვიდრე ის ძალიან თეთრი. აი ამ თეთრმა ფერმა, ღია ფერმა ხვაზე ცოტაა, ხო? აი აქ არის მხოლოდ სქემებს შორის რიგებია რამდენიმე და რამდენად გამოაჩინა ის სქემები. ეს რო არ იყოს, ხო, რაღაცნაირად იკარგება, ხო? აი რისი თქმა მინდა, ისე აწყვეთ, რომ ფერმა ფერი გამოაჩინოს, თან მთლიანობაში ერთმანეთს მოუხდეს ეს ყველაფერი. კიდევ მინდა გითხრათ, რომ როცა გსოვთ, მაღალყელიანია თუ დაბალყელიანია, რასაც არ უნდა გსოვდეთ, ბევრი სქემები არ მოგსოვოთ. ახლა დაიწყე აქედან, ხო? მაგალითად დაიწყე აქედან ერთი, ესენი არ ითვლება, ხო, სქემებში, ეს არის გადამყვანი, ასე ვთქვათ, გამოარჩევს ერთმანეთისგან, გამოყოფს. ერთი სქემა, ორი სქემა, ახლა კიდე სხვა სქემა ჩასვა, კიდე სხვა სქემა ჩასვა, ძალიან, აი, იცი როგორი გამოვა? გაფანტული ყველაფერი ერთადროა და არაფერი რო აღარ არის ბოლოს. იმას თავისი სილამაზე აქვს. ახლა ეს ორი სქემა არის სულ, მეტი სქემები არ უნდა მოგსოვო,
ორი სქემა ჩაანაცვლე ერთმანეთს როგორც აქ არის და როგორც აქ არის და შუა ალაგ-ალაგ აი ასეთი რიგებით გამოყავი, ოღონდ ისინიც ლამაზად უნდა ჩასვა და გამოგივა ძალიან ლამაზი დახვეწილი და დამჯდარი ფერებში ძალიან ლამაზი წინდები. აი ახლა აქ მხოლოდ ორი ფერია. ეს მოიქსოვა, შემდეგ ეს და ასე შემდეგ. კიდე რა მინდა გითხრათ, შემდეგი ამას შემდეგ სხვა ვიდეოში აგიხსნით, როგორ მოვქსოვოთ შემდეგ მაღალყელიანი წინდის ყელი. ახლა ვისაც თუ უნდა ვინმეს ახლა ეს ჩაწეული იყოს ასე და ჩაჩაჩული ფეხზე, ხო, რასაც ვეძახით, ამ შემთხვევაში შეუძლია ასევე დატოვოს ეს და დაიწევს, თავისითაც დაიწევს, რომ არ დასციო. და ვისაც უნდა ამოჭიმული ფეხზე მომდგარი ლამაზი წინდა, მუხლებამდე ვამბობ, ხო? აი აქ უნდა ისეთი რეზინა მოგსოვო, რომ არაფერი არ უნდა ჩანდეს აქ. არც რეზინა და არაფერი შიგნით, აი ასე უნდა იყოს ლამაზად და თან უნდა ფეხი დაიჭიროს. ორმაგი რეზინა ეხლა ეს ჩვეულებრივი ორმაგი რეზინა ეს და რეზინია გაყრილი შიგნით. აი ასე იქსოვებოდა და ასეთი იყო მუხლებამდე წინდები, ან კიდე გაუყრიდნენ ამ ძაფისვე ორმაგს სამაგ ამოღოლებულს და პატარა აი ასეთ იმას დაკიდებდნენ ბავშვებისთვის ბურთებს, რაღაცებს, ასეთ მსგავს რაღაც. ასეთებიც კეთდებოდა და ისეთები. ამითიც შეგიძლია დააჭერინო, მაგრამ ახლაც კი, აი როცა ეს აქვს გაკეთებული, აქაც რეზინა არის, რომ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს, ასე ვთქვათ. არ შეაწუხოს, შესაკრავი არ გაუხდეს და ასე შემდეგ. ახლა ვქსოვთ დაუშვათ და ხო, ასეთი შეკითხვა იყო, რომ რამდენი სქემა და როგორ მოვქსოვოთ. ეს რამდენი სქემა ვთქვი, მხოლოდ ორი სქემა ქსოვეთ, ანაცვლეთ ერთმანეთს, გინდა სულ სხვა ფერში მოგქსოვეთ, რომელ ფერს მოახდუნებ და მოგელამაზება, იმის მიხედვით მოგქსოვე. ახლა ნახე ეს შეიძლება ვამბობ მე, ამ წითელი მომექსოვა ფონი და შავი გამეკეთა აი ეს რაცა სქემა, იქნებ უფრო უკეთესი გამოსულიყო, იქნებ შენ ისეთი მოგეწონოს. ან თუნდაც ლურჯი მომექსოვა, აი ეს ლურჯია თუ მწვანე, რა ვიცი, ეს სხვანაირად ჩანს ხოლმე შემდეგ, მე სხვა რამეს ვამბობ და ვიდეოში რო უყურებ, სხვანაირად ჩანს მე. რა ფერიც არის. შეიძლება ეს ფერი ფონი გაგეკეთა და ეს წითელი მოგექსოვა. შენი გადასაწყვეტია, რომელ ფერზე რა მოგეწონება. მთავარია რაღაც აი უცნაური დასასწავლი არ გამოგივიდეს, ფერს უხდებოდეს და ლამაზი იყოს. შემდეგ, ახლა აქ სხვა რა ხდება, ნახე და რა ხდება. აი ეს არის, რაც არის, ნახე, ერთი თვალი თავიდან რო ვიწყებთ. ადრეც ვთქვი რომელიღაც ვიდეოში, რომ როცა ფერიდან ფერზე გადადიხარ, ყველაზე კარგი გადასვლა ეს არის. ლამაზია წინდისთვის, ჯემპრზეც მაგალითად, აი ასეთ როცა ასეთი კანტები გინდა მოაქსოვო, ახლა აი აქ როგორც არის, ხო, წინდის სქემაზე ეს კანტია, ხო, ასე ვთქვათ, ამ ჩარჩოებში რო სვამთ, შიგადაშიგ ამ კანტებს რო უქსოვთ. აი ეს პატარა ხაზები ძალიან ალამაზებს შემდეგ წინდას და ფერიდან ფერზე გადასვლა, აი ეს ძალიან კარგი და ლამაზია. გამოსაჩენია ფერების რაღაც ერთმანეთში თამაში, რაც ქვია. აი ახლა ნახე, დაიწყე ქსოვა, ეს რეზინა მოგსოვე. ახლა იკითხავ, რომ ეს არ ვიცი რამდენი რიგია, როგორ არის და რა გავიგო. ახლა ნახე, მოგსოვე ხო რეზინას შემდეგ აუცილებლად ერთი რიგი ან ორი რიგი წაღმა მთლიანად გადაგქსოვე. შეიძლება შენ წინდას ქსოვდე და აქ წინდის წვერი გქონდეს დაამთავრე მატება და დაიწყე წინდა. შენ სადაც გინდა, რაზეც გინდა მოგსოვ ამას, ხო? მე ახლა ეს მოვქსოვე და ეს მაქვს, ხო? დაიწყებ, როცა წინდის წვერს მოგსოვ და მატებას მორჩები, აი შემდეგ იწყებ უკვე ფერებით ქსოვას, ხო?
და 1-2 რიგი წაღმა გადაგსოვე რეზინას შემდეგ, რადგან რეზინას ყოველთვის აი ასე კეცავს, როგორც რეზინა თვითონ აი ესე დაკეცილი, ხო, შიგნით შესული, ასე პირველ 2 რიგს ასე მიაქვს ხოლმე. ამიტომ 1-2 რიგი გადაგსოვე წაღმა და დაიწყე. ეს არის იგივე, ჩვენ ეს გაკეთებული გვაქვს სადღაც მოქსოვილი, 1 თვალი, 1 თვალი, 1 თვალი, 1 თვალი. აი ეს სქემა არის ახლა, თუნდაც შავზე ვგსოვთ თეთრით, ხო? ეს ლურჯი, რაც აღნიშნე მეჯვრები არის თეთრი, ახლა ასე ვივარაუდოთ და პირდაპირ შავიდან რო გადავედი, 1 თვალი, თითო თვალი მოვგსოვე. 1 თეთრი, 1 შავი ეს არის. შემდეგ ეს 1 რიგი ისევ თეთრია და მთლიანად უკვე თეთრი მოვგსოვე და ის შავი წავიდა და აი ერთმანეთში ფერები რა ლამაზად დაჭდა. და არა აი ასე დაუშვათ, აი ასე, ხო? ეს არის უკვე გადასვლა. შემდეგ ეს 1 რიგი თეთრია, ხო? 1 რიგია ახლა წითელი. ახლა უკვე თუ მომყვებოდი და გქსოვდი დაუშვათ ცოტას მაინც დაახლოებით გეცოდინება უკვე ის 1 რიგი როგორ ამოვიცნოთ, 2 რიგი, აი დამწყებისთვის ეს რთულია, რა გავიგო რომ რამდენი რიგია, ხო? დაუშვათ. მერე ისევ 1 თეთრია მოგსოვილი. ნახე ახლა. ეს ხო მოვგსოვე მე ეს პირველი რიგი, ხო? შემდეგ 1 თეთრია, 1 წითელია, 1 თეთრია, 3 რიგია აქ მოგსოვილი. მოდი დავწეროთ ეს თეთრი, ეს გადასვლა ფერებში, თეთრი და შავი, რა ვიცი, რა ფერით მოგსოვ, ახლა აქ რასაც ხედავ, ხო? შემდეგ 1 რიგია თეთრი, შემდეგ არის წითელი, შემდეგ არის ისევ თეთრი, თითო რიგი, ხო? 1, 1, 1. ეს თითო ხაზი ვიცით, რომ თითო რიგს ნიშნავს. ახლა მე აქ რატო მოვგსოვე წითელი და რატო არ მოვგსოვე ყვითელი და რა ვიცი, რაღაცა ფერი, მწვანე. რადგან მე განსაზღვრული მქონდა, უყურე ახლა, რომ აქ სქემა მე წითელი უნდა მომექსოვა. ამიტომ ფერები რო არ გამბნეოდა და ყველანაირი ფერი აქ არ ჩამეყარა და ერთმანეთს მოხდომოდა ეს ხაზი კანტია მისი თუ რაც არის, ახლა ეს კანტიც არაა ქართული. აი ეს პატარა ჩარჩო რომ მისადაგებოდა ამ სქემას და ესაც აქედან, ამიტომ მე შუაში ჩავსვი წითელი ზოლი, 1 რიგი მხოლოდ. აი ამისთვის და ნახე ახლა ეს და ეს თან კეტავს, თან ჩარჩოს უკეთებს და ნახე რა ლამაზი გამოდის. ახლა ამის შემდეგ ამ წითელს პირდაპირ ვერ დავსვამდი აქ მე, არ გამოვიდოდა არანაირად ლამაზი. ნახე ახლა ეს თეთრზე, მით უმეტეს შავ ფონზე განსაზღვრული რომ მოვგსოვო და პირდაპირ რო აქ დავსვა, არ იქნებოდა ის ლამაზი. ამიტომ 1 რიგი მოვგსოვე მე შავი. ნახე აქ 1 რიგს კიდე დავამატებ, ესაც არის შავი. არ ვიცი, შეიძლება ახლა დასაწყისისთვის თავიდან ესაც ძალიან გამოგადგეს, რომ აწყო, ახლა შენ შეიძლება არ გქონდეს აქ თეთრი, წითელი, შავი ფერები და რაღაც, მაგრამ რა ფერებიც გექნება და შეცვლი, გეცოდინება, რომ აქედან მე რო დავიწყე და სანამ სქემას დავიწყებ და მოვგსოვ, ნახე რამდენი მომიქსოვია, ამ რასაც ვგსოვდი აქ წინდის წვერს თუ ამ რეზინას, ხო? ნახე 1 რიგი, 2 რიგი, 3, 4 და 5 რიგი მაქვს მოგსოვილი, მე რომ სქემა დავიწყო. აი ამათ შორის. შემდეგ აქ რა სქემაც გინდა ჩასვი, დაუშვათ ახლა მე ჩემი სქემებიდან გავყვები დაუშვათ, ხო და გინდა მოგსოვო. ახლა ეს სქემა არ ამიხსნია, არაფერი არ მithქვია და ახსნაც აღარ გინდათ, თუ კი მომყვებით და გსოვთ, უბრალოდ სქემა არ გიდებთ ახლა, შემდეგ ამ სქემებსაც მოგცემთ. და რისი თქმა მინდოდა, თუ ვინმეს გინდათ და სქემების გადმოგზავნა, სქემებით დახმარება, წამოდით Facebook-ზე და იქიდან გადმოგიგზავნით, რადგან იცით, რომ აქ არიდება არაფერი. YouTube-ში ფოტოები არიდება, იმის თქმა მინდოდა. ახლა ნახე აქ მე ნებისმიერი სქემა რომ მოვგსოვო, თუნდაც ეს, აიღე რომელიმე
დავუშვათ ეხლა არა გაქვს ჯერ ეს სქემა, მაგრამ გინდა რომ ახლა მოგსოვო, ხო, აიღე რომელიმე სქემა, რა ვიცი, ეს ხო ვისწავლეთ ჩვენ ახლა, მე მგონი, აიღე ეს რახანაკა მაქვს, ესე იგი ეს გვაქვს ჩაწერილი. თუნდაც ეს სქემა მოგსოვე აქ. ნებისმიერი, რომელიც გინდოდეს. აი ეს მოგსოვილი გვაქვს ესაც. შეგიძლია ეს დასვა, შეგიძლია ეს დასვა, რომელიმე ეს აი აქაც გვაქვს უკვე მოგსოვილი. ერთი სიტყვით, არა აუცილებელი, რასაც აქ ხედავ ეს იყოს, შეარჩიე სქემაც ფერებიც და დაიწყე და მოგსოვე. ახლა ნახე, აქ რაც იქნება და რამდენი რიგიც დაგჭირდება, შენ მოგსოვ, იმიტომ რომ არ იცი რომელ სქემას ჩასვამ, რომელ სქემას მოგსოვ, ამ აქ. და მოგსოვე შენ რაღაცა სქემა. დავუშვათ, ეხლა ეს არის სქემა. აი ასე. ამის შემდეგ რას ვაკეთებთ, ახლა შეხედე, რომ დავალაგოთ წინდა და ფორმები ლამაზად და კიდევ ვამბობ წეღან რო ვთქვი, არ გაგვებნეს ყველაფერი. ახლა ეს სქემა დაამთავრე შენ. დასაწყისისთვის ეს გქონდა. ახლა აქ იგივეს ხო ვერ გააკეთებ ისევ ასე. ახლა უნდა შეაბრუნო შენ. რაც აქ მოგსოვე, ის უნდა შეაბრუნო და აქედან დაიწყო უკან ქსოვა. აქედან როგორ ნახე, ეს ხო იყო აქ ბოლო, აქ პირველი იქნება, ეს ხო იყო აქ შუა, აქაც შუა იქნება, შემდეგ ისევ ეს იქნება, ეს რა, თეთრი და შემდეგ ეს ისევ გამეორებულია, ერთი თვალი, ერთი თვალი, ერთი თვალი, ერთი თვალი. აი სად მთავრდება სქემა დააკვირდე მთლიანობაში. ხო მარტო ეს არის, შენ ხო ფიქრობ რომ მარტო ეს არის სქემა და ამას მოვგსოვ და დამთავრდება, არა. ეს არაფერი არ იქნება, ეს გაგებნება აი შავ ფონზე დაიკარგება ახლა ცარიელი, ხო, ახლა ნახოთ აი დააკვირდე, აი რა გამოვიდა ახლა აქ, არაფერი არ არის. ეს გინდ მოგიქსოვია, გინდა რა თავისი რაღაცა ჩარჩოების გარეშე. აი ეს არის ერთი სქემა ჩათვალე და ყოველთვის უნდა იფიქრო, რომ რასაც არ უნდა გსოვდე, იმას სჭირდება თავისი შემოგარენიც, რომ ლამაზი გამოგივიდეს. აი ეს ამ მთლიანობაში. ესე იგი, ამ სქემას რო დაამთავრებ, კიდე 5 რიგი უნდა მოგსოვო იქით, რადგან 1, 2, 3, 4, 5 რიგი გვაქვს აქ მოგსოვილი, ოღონდ კიდე ვიმეორებ, შებრუნებით, ეს ქვევით მოდის, ხო, ეს თვლების გადაყვანა, ეს უკვე ზევითკე იხედება, ასე ვთქვათ, ზევით იყურება. შეაბრუნე იქითკე. კარგი, აქაც ეხლა ეს 5 რიგი. დავწეროთ და ეს იქნება აი ეს. იმედია რომ შემდეგ გააცნობიერებთ აი ეს დამწყებები უფრო, ვინც იცის ქსოვს და იცის ჩემზე კარგა. ახლა მოვედით აი აქ, ნახე. აქედან აქ ეს 5 რიგი რატო გადავიდა და რა მოხდა უკვე ვთქვი და ვაგრძელებთ. აუცილებლად შეაბრუნეთ ან ეს რო აქეთ არის, ეს იქით იყოს. შემდეგ ეს ხო მოგსოვე უკვე აქ ჩავსვი მე ახლა აქ თეთრი, შავი, თითო და მე ამ თეთრიდან უკვე შავ ფონზე გადავედი, როგორც აქ შავიდან რო გადავედი თითო თვალის ჩანაცვლებით, ხო? აქ თითო თვალის ჩანაცვლებით ისევ გადავედი შავ ფონზე. ეს შავი ფონი ახლა ნახე, რომ განსაზღვრო რა რამდენი რიგია. აი ახლა აქ უფრო კარგად ჩანს დააკვირდი. ნახე ახლა, ეს ძალიან წვრილი რიგია, ახლა რამდენი რიგია, როგორ გავიგოთო. ბევრჯერ ესეთი კითხვა არის ხოლმე. ახლა ეს ერთია, აი ერთი თვალია მხოლოდ, ნახე, მეტი არ არის, არც ზევით შავი, არც ქვევით, აი ერთია. ერთი რიგია, ესე იგი ეს. მაგრამ ახლა ამას დააკვირდი, ამაზე ბევრად ფართია, ხო? ეს იმას ნიშნავს, რომ ეს 2 რიგია. აი ეს. აქ 2 რიგია მოგსოვილი შავი. ეს ყავისფერიც 1 რიგია, ეს შავიც 1 რიგია. მაგრამ ეხლა აქ ნახე შენ, გამოვტოვოთ ეს, აი ეს გადასვლა და ამის მერე ნახე რამდენად
აი ეს უფრო განიერია 1 2 3 ვიდრე ეს ხო იყო 1 კარგად ჩანს ძალიან წვრილია ხო ეს ცოტა მეტია ამაზე მაგრამ ეს ბევრად მეტია ახლა ამაზე აქ უკვე 3 რიგია აი ამის მიხედვით შეგიძლია როგორ გავიგო რამდენი რიგია მოქსოვილი ნაკსოვი თუ გაქვს ხელში ან თუ ვიდეოში უყურებ თუ რასაც უყურებ მოაახლოვებ და დათვლი აი ნახე 1 თვალი სიმაღლეზე დათვლი 1 თვალი 2 თვალი 3 თვალი 3 რიგია ახლა ეს მოქსოვილი ახლა ხო ვამბობთ რომ სიმაღლეზე ვთვლით აი ასე ხო ასე რომ ხაზავ 1 რიგი 2 რიგი 3 რიგი ხო ვამბობ ესე იგი აქაც რო ასე იქნება აი 1 თვალი 2 და 3 თვალი 3-ია მოქსოვილი შავი შემდეგ არის ეს ლურჯი თუ მწვანე როგორც ჩანს და რაც არის ერთი სიტყვით და აქ რატომ არის ლურჯი ნახე ახლა რატომ მოგვსოვე ლურჯი როგორც წეღანაკ წითელი რადგან იგივე ფერით მინდა სქემა მოვხსოვო და აქ ჩავსვი მე ეს ფერი მაგრამ ნახე ზედ კი არ დავსვი ახლა ამ ფერზე სქემა რო დავიწყე 1 რიგი შავი მოვხსოვე აი შუაში შავი ახლა ეს გამოდის რომ მე რო ეს 1 რიგი ლურჯი თუ მწვანე მოვხსოვე 1 რიგი შავი მომიქსოვია და მერე დავიწყე მე სქემა ახლა ამასაც მოვხაზავ და შეიძლება შემდეგ ამ სქემების მიხედვით დაიწყო რიგების აწყობა ხო ეს ხო არის 3 შავი შემდეგი რიგი ლურჯია ნუ ასე ლურჯია ახლა აქ ჩემთან და რა ვიცი ახლა ერთი სიტყვით შემდეგ 1 რიგი ისევ შავია აი ასე ახლა ეს ხაზები თითო რიგია ხო ახლა აი ეს აღნიშნე რომ აქ უკვე 3 რიგია აი ასე მგონი გასაგები იქნება აქ 5-ია ეს 5 რიგი რომ მოგხსოვე ამ სქემის შემდეგ ხო აი ასე ეს ისევ ეს არის ეს წამოვიღე აქ და ამის შემდეგ მოვხსოვე მე 3 შავი და ამის შემდეგ არის ლურჯი და შავი აი ნახე ახლა ერთი სქემიდან აქ ხო დამთავრდა ეს სქემა აქ დაიწყო მეორე სქემა მინდა რომ კარგად ნახო აი ეს ხოა სქემის პირველი რიგი აი აქ ახლა ნახე აი აქ დამთავრდა ეს სქემა ამ სქემიდან ამ სქემამდე ახლა ნახე რამდენი რიგი მაქვს მოქსოვილი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 რიგი მაქვს მოქსოვილი ამ სქემიდან ამ სქემამდე აი რაც მე ახლა აქ ჩამოვწერე ნახე ეს სქემა დამთავრდა და დაიწყო 5 რიგი იგივეს გაიმეორებ აგე მინიშნება რომ აქიდან აქ არის 3 რიგი შავია 1 რიგი ლურჯია 1 რიგი შავია და შემდეგ იწყება მარტო სქემა ახლა აქ მე დაგიწერო რომ სქემა და შემდეგ რომელ სქემასაც გინდა აირჩევ და მოგხსოვ დარწმუნებული ვარ ჩემზე უკეთესად ააწყობ ფერებსაც ჩემზე უკეთესად გადაიტან ამ სქემებსაც და უფრო ლამაზ მოგხსოვ ახლა ხო ფიქრობ რომ ამას მე ვერ მოგხსოვ როგორ არ მოგხსოვ ჩემზე ლამაზებს მოგხსოვ და უკეთესებს შემდეგი სქემა ახლა ნახე შემდეგ ვაგრძელებთ მოხვედი აქ და მოგხსოვე ეს სქემა ეს სქემა ხომ თავდება აქ აი აქ ეს ბოლო რიგია შემდეგ 1 შავია 1 ლურჯია და შემდეგ ისევ 3 შავია ამასაც დავწერ ყველაფერს აქ რო შემდეგი სქემა როგორ დაიწყო
აუცილებლად იქნება შავი. აი ლურჯის შემდეგ 1, 2, 3 შავია, 1 კი არა თან. აი 3 შავი. შემდეგ იწყება უკვე ეს იცი აქ რაც იწყება. ორი ფერით ქსოვ და თითო თვალს. ფერები ამოყავს თვლების მონაცვლეობით, ერთი ფერი, მეორე და გახვალ ამას მოგსოვ ახლა ამას. და შემდეგ უკვე აგრძელებ, რაც აი აქ მოხვალ ისევ, აქედან იწყებ. ნახე, იმიტომ რომ იგივე სქემა იწყება და იგივე. ახლა ნახე, შეიძლება შენ სულ სხვა რამე გააკეთო, მოიფიქრო და რაღაც სხვა გააკეთო, მაგრამ აი ნახე ახლა რა მინდა გითხრა. ახლა აქ ბევრს ხო ვერ ჩასვამ ამ გადამყვან რიგებს შორის ამ ჩარჩოებს, ასე ვთქვათ. ახლა მე ერთი მაქვს, აი ყველგან ერთი და იგივეა, ხო? მაგრამ უყურე რა არის სხვაობა. ეს აქედან დავტოვე ამ ხარეს და ასე დავსვი სქემასთან. ახლა ისაც ხო აქეთ არ იყურება, არ იქნება ლამაზი, მაშინ სულ ასე აქეთ იყოს, აქეთ არ იქნება ლამაზი. ეს მე შევაბრუნე იქეთ მხარეს. ესენი ნახე ახლა, ეს აქეთკია, ის იქითკია. ხვდები ხო რატო ვამბობ? აი აქეთაა გადამყვანი, ფერიდან ფერზე ის იქითაა. ესე იგი, იქით გარეთკე იყურებიან ორივე, მაგრამ ახლა ეს თუ აქეთ იყურება, ნახე, ესაც ხო ზევით გავაკეთო, ხო არ იქნება ლამაზი. ახლა ამ შემთხვევაში ნახე, ეს ჩარჩო და ეს ერთმანეთისკე, სქემისკე იყურებიან. შემდეგ ისევ იგივე სქემა მოდის, რაც ქვევით იყო და აქ ისევ ცალ-ცალკე გარეთ იყურებიან. ამ სქემასაც ალამაზებენ, თან ერთმანეთს კი არ მისდევენ, სხვადასხვა მხარეს არის. სამაგიეროდ ესენი ერთ მხარეს იყურებიან, სქემისკე ორივე. იმედია გასაგებად ვსაუბრობ, რომ აი როგორ დაალაგო შემდეგ ის ყველაფერი, რომ ადაბურდა არ გამოვიდეს, ცოტა უცნაური რამე ვთქვი, ახლა მეც გამიგვირდა და გამოგივიდეს დალაგებული და აწყობილი ძალიან ლამაზად. ფერებიც, წინდებიც და აი ის გადასვლებიც და ის შეხამებებიც და ყველაფერი ერთი სიტყვით. არ ვიცი, ხო, რაც იქნება, იქნება. ახლა აქ რა მინდა გითხრა. აი ეს ნახე, აქ აი ამ წინდას რო დააკვირდე, თეთრი თითო რიგია აი იმ სქემებს შორის, რაც გვაქვს, რა ქვია ამას, ჩარჩოებში. თითო რიგი მხოლოდ. აი აქ სადღაც გაიელვა, სქემის შემდეგ გაიელვა, ეს სქემა აქ გაიელვა და ასე შემდეგ, მაგრამ შეხედო როგორ ყოფნის წინდას, ყოფნის ამ წინდას, რომ გამოანათოს ის შიგნით ის სქემები. ბევრი რომ მოვგსოვო, ძალიან გადათეთრდება და ეს სქემები დაიკარგება. სულ რომ არ მოვგსოვო, ეს ერთი რიგი თეთრი. ჩაბნელდება ის წინდა. ნუ მიმიხვდი ხო, ესე იგი, მაგრამ ის ცოტაც ძალიან ლამაზად აჩენს სქემებს. და მეორე აქ კიდე რა არის? აი სპეციალურად მოვგსოვე შეცდომით, მე მგონი ვერ მიხვდება და არ მიწყენს პაწუკა ეს რა გიქნიაო. აი აქ, ნახე, არ მოვაგსოვე მე აი ეს. დააკვირდი, არის სხვაობა. აი აქ არ აქვს. და აქ აქვს, აი წითელ ხაზს ვამბობ, აი ეს, აი თითო ხაზი, თვითონ წითელ სქემას. აქ ერთია, მეტი არ არის, მაგრამ აქ რო სულ არ არის, ნახე, ცოტა რაღაცა აკლია ამას, ვერ არის რა. რაღაცა, იცი როგორ არის? აი ამ ყავისფერში და შავთან ერთად ეს შემთხვევით მოხვდა აქ.
მაგრამ აი აქ ნახე, ამან საფუძველი მისცა უკვე აქ ერთი ხაზია და შემდეგ უკვე მშვენივრად ზის, ის თავი და ბოლო გააჩინია და თავის ჩარჩოზე ზის. აქ ცოტა დაკარგული ეხლა მარტო ეს არის და ის არ აქვს ის თავისი კიდე რაღაც თავდაჯერებული რო იყოს ასე ვთქვათ. იმედია გასაგებად ვამბობ რა, აი როგორ მინდა რომ აღიქვათ ფერები და მე ერთმანეთში როგორ შეათანხმოთ. აი აქ ნახე ახლა რა გავაკეთე, ესაც სპეციალურად დავსვი და მაპატიებენ ამდენ შეცდომებს ჩემ პატარები. აი რა გავაკეთე აქ ნახე, აქ ნახე ლურჯზე როცა გსოვთ, ლურჯზე კი არა, რომელი ფერითაც გინდა ეს რო აქედან მოიხაზოს, გააქვთ ეს სქემები, აი ეს სქემა. იმ ფერს გსოვა აქ მთლიანად და იმ ფერზე იწყებ მერე მოგსოვას, ხო? ეს მგონი დააკვირდით ალბათ. აქედან ეს თავდაყირა რომელიცაა, იგივე სქემა ხო იქსოვება, აქედან გინდა თუ არ გინდა იქსოვება. რომელ ფერშიც მოგსოვ, თავდაყირა გამოდის ეს და ზემოდან ის ფერი უნდა იმ ფერით უნდა გადააბა მთლიანად, ეს რო დამთავრდება სქემა. და ეს ორი სქემა ერთნაირი ასე გამოებმის ერთმანეთს და ქვემოდან რომელ ფერზეც დაიწყებ, ასე დაჯდება. და აქედან რომელსაც გსოვ, ზემოდან აუცილებლად ის ფერი უნდა დასვა ერთი რიგი, რომ აქედან მიებას იქ და არ გამოგივიდეს დაკარგული. აი ესენი ცალცალკე სადღაც დაკარგული. ახლა მე მინდოდა რომ ლურჯი ყოფილიყო ასე, პირაღმე და ეს ყოფილიყო თავდაყირა. ნახე, ლურჯი მოვხსოვე ერთი რიგი და მერე დავიწყე ლურჯზე ის სქემა. ახლა აქ შეადარე რა აქვს სხვაობა. ნახე, მე აქ პირდაპირ მოვხსოვე და აი აქ ლურჯი არ მოვახსოვე, აი ეს აკლია, ნახე. ავაწყე სქემა მოვხსოვე და შემდეგ გავაკეთე ის ერთი ლურჯი. ისაც რო არ მომექსოვა აქ არ გამეკეთა, უფრო ცუდი გამოვიდოდა. ახლა აქედან ხედავ რომ აკლია ამას რაღაცა. სკამი აკლია რომ დაჯდეს. ვერ არის სრულყოფილი რაღაცა, არ არის კარგად. ახლა სამაგიეროდ ამას დააკვირდი და შეადარე ერთმანეთს რამხელა სხვაობაა. ის ხო ბევრად ლამაზია ამასთან შედარებით. რადგან აი ამას ერთი რიგი აკლია ქვემოდან თავისი ფერი. მერე კიდე ერთი რიგი აქვს ეს ყავისფერი თუ რავი რაც არის და შემდეგ იწყება ერთი რიგი და უკვე სქემა. აქ კიდე ნახე, ეს ხო წეღანაც ვთქვი რომ ეს ერთი რიგია ასეთი წვრილი როა გადაქსოვილი, ეს ორი რიგია უკვე სხვილად როა აქ გადაქსოვილი. იმედია ეს ფერების გადასვლა გამოგადგებათ მეგობრებო ეს ახსნა. არ ვიცი რამდენად გარკვევით ვისაუბრე აი ამ თემაზე და აი ეს ყველაფერი აუცილებელი რა, სასურველია, რომ კარგად რომ გამოგივათ ის ყველაფერი აწყობილი და დალაგებული და მოგსოვილი. ახლა დაუშვათ გინდა რომ გაყიდო ხო, რატომაც არა, აბას სწავლობ და რიჩვი სწავლობ. თუ შენ ჩაიცვა ხო ლამაზი უნდა იყოს რომ მოგსოვ, ძალიან ლამაზი გინდა რომ იყოს და ყველანაირი ლამაზი იქნება შენ რასაც მოგსოვ, შენი ნახელავი შენ თვითონ რომ გამოიყენებ, მაგრამ თლად უკეთესი თუ უკეთესად აწყობ და შემდეგ უფრო და უფრო დახვეწავ ამას, როცა მოინდომებ რომ გინდა ის ისწავლო. აუცილებლად იმას დახვეწავ და შეიძლება ისეთი ხედვა აღმოგაჩნდეს, რომ ჩემ ნაკსოვზე თქვა, რომ ამდენ რაღაცას გსოვდა ეს ადამიანი და რატომ მეტი არ იცოდაო. შეიძლება, იმიტომ რომ ყველას ინდივიდუალურია და ყველას თავთავისი ნიჭი და შესაძლებლობები აქვს და ეს შეიძლება ძალიან გვიან აღმოაჩინოს თვითონ ადამიანმა თავის თავში შეიძლება ძალიან ადრე. და აი დაუშვათ და გინდა რომ გაყიდო ეხლა და სწავლობ იმისთვის, ხო უნდა გააკეთო ის ძალიან ლამაზი. ამ რეზინას შემდეგ ვიდეოში გასწავლით. შიგიდან კიდე ნახე, აი რამდენად ლამაზად უნდა იყოს მოგსოვილი და სუფთად ასე მინდა ვთქვა. ახლა ესენი არის, აი ნახე ეს ძაფები, რასაც ჩვენ ჩავაბამდით და შემდეგ რომ
ჩავამაგრებდით ამებს განასკვავ, გამონასკვავ და კარგად სუფთად წააჭირი, რომ არც ესენი არ უნდა გამოჩნდეს და არაფერი არ უნდა იყოს. და კიდე რა მინდა გითხრა, ნახე, ეს არის ადგილი, ეს არის ადგილი, საიდანაც ვიწყებთ ჩვენ ქსოვას და ვამთავრებთ, ხო, რიგს რო ვქსოვთ. და მე ნათქვამი მაქვს თქვენთვის, რომ ეს გადაბმის სქემის და რიგის დასაწყისის და სქემის გადაბმის ადგილი ყოველთვის მოაქციეთ ფეხის შიგნით ამ მხარეს. მიუხედავად იმისა, რომ აქ ჩაჯდა სქემა ახლა და სრულად შეისო, აქ რაღაცა არ გამოვიდა, იქ რაღაცა არ გამოვიდა, შეიძლება ესაც არ გამოვიდეს, შენ აქ თვლებს ვერ დაამატებ, დასაწყისი რიგის და დასასრული როგორც მოხვდება და დაჯდება, ისე იქნება. შენ ბოლო თვლამდე მოხვედი, ხო, რიგის ბოლო დამთავრდა რიგი და სქემას აწყობ. ბოლო თვალიც კი, როგორც მოითხოვს სქემა, ისე უნდა გსოვო და დაამთავრო რიგი და დაიწყო ახალი რიგი სქემით ისევ ჩვეულებრივ, მაგრამ შეიძლება არ გამოვიდა ის. შენ აქ ვერც ჩაამატებ, ვერც მოაკლებ ვერაფერს. ამიტომ ეს მოაქციეთ ყოველთვის ეს მხარე, ეს ასე რომ ვიწყებთ და ძაფებს ვაბამთ, ეს ყოველთვის იყოს ფეხის შიგნით მხარეს. რას გულისხმობ ახლა? აქაც ვიპოვოთ, აბა რომელია ახლა ეს, ხო? ეს არის, სადაც ძაფებს ვაბამთ. ახლა ნახე, ეს არის ერთი ფეხი, ეს არის მეორე ფეხი და ნახე, ახლა ეს შიგით არის ორივე. ასე ჩაიცვი ფეხზე ესენი, აქ რომ მოექცეს. ახლა შენ შემიკითხები, თუ ქუსლიანს ვქსოვო, როგორ მოვქსოვო მაშინ, ხო? ან ზევით წავა, ან ქვევით წინ იქით ანაკ. მაგრამ ერთ წინდას ხო მოქსოვ და მოაქსოვე ქუსლი. სადაც გინდა მოაქსოვე ქუსლს. ახლა მეორე წინდას ვქსოვ და ქუსლთან რომ მიხვალ, ქუსლთან შეადარე, ასე დააწყვილე ერთად ესენი, ერთი მოქსოვილი გაქვს, ახლა ამას ქუსლი აქვს, ხო? მოქსოვილია. და ამას ვქსოვ ახლა და მოხვედი ქუსლთან, სანამ ქუსლს დაიწყებ. შეადარე, რომ წინდებს ასე დადებ, ის შეერთების ადგილები, დაწყება დამთავრება რიგის, ორივეს რო შიგით მოხვდეს, ასე, შიგით მხარეს იყოს, აქ მოაქსოვე ქუსლი. თორე თუ შენ სულ ერთიად პირველ წინდასავით მოაქსოვე მეორესაც ის ქუსლი და აქ მოგიხვდა, ასე უნდა ჩაიცვა მაშინ და ეს გარეთ იქნება და აქ თუ დიდი გადაცდომილებები აქვს სქემებს, ძალიან ცუდად გამოჩნდება გარედან, ფეხზე გარედან, ასე გეცმება მაშინ. ამიტომ კიდევ ვიმეორებ, მეორე წინდის ქუსლი განსაზღვრელო, რომელ მხარეს მოაქციო. ასე დაალაგე ეს წინდები, მოქსოვილი ქუსლიანი და მოსაქსოვი და შიგით მხარეს უნდა მოხვდეს ორივე ესენი, ესენი და იქ მოაქსოვე ქუსლი ქვედა მხარეს, საიდანაც მოითხოვს. ახლა ამას არა აქვს ქუსლი და შემოაბრუნებ ერთსაც და მეორესაც და ისე ჩაიცვამ, რომ შიგით მოხვდეს, ხო, ესენი, ასე იქნება, რომ ჩაიცვამ და არა ასე. ან ასე კიდე. ახლა ნახე, თუ შენ ამ წინდასაც ესეთი რაღაცები ჩამოჰკიდე აქ გვერდებზე, ესაც გაითვალისწინე, რომ აქ კი არ ჩამოჰკიდო ამ მხარეს ჩამოჰკიდე ესენი გარედან, გარეთ მხარეს იყოს. ახლა ეს ნახე, მე ამას დავაკვირდი, რომ ეს არის გვერდი, რომელიც სუფთად იქსოვება და ეს არის გვერდი, სადაც გადაბმის ადგილებია ძაფების და რიგების და სქემების. ეს შიგით მხარეს მოვაქციე და ეს გარედან გავუკეთე. ასევე გავუკეთებ მეორე წინდასაც, რომ დავამთავრებ გარეთ მხარეს, თუ ბაჭიჭს რაც არის. მაგრამ თუ ქუსლიანი წინდა გაქვს და უკვე მოქსოვე, იმას ვეღარაფერს უშველი, თუ შეცდომით ისე ჩაგეცმეინა მერე, რომ გარეთ მოხვდა ეს. ეს რაც დღეს მინდოდა ალბათ მეთქვა. ახლა ამას როგორ მოქსოვთ? რეზინას მოქსოვთ ჩვეულებრივად, თუ გინდათ ეს უფეხო, რაც ქვია ამას, ბაჭიჭი მოიქსოვოთ, თუ მოუქსოვოთ ვინმეს, ჩვეულებრივი რეზინა არის, ამოქსოვ რამხელაც გინდა, იწყებს სქემებს და მოქსოვ რამ სიმაღლეც გინდა.
რადგან ან ბავშვისთვის გსով, ან მაღალი ფეხისთვის გსով, დაბალი ფეხისთვის გსով, შენ უნდა განსაზღვრო, რამ სიმაღლე უნდა მოგსოვო ეს. თუ მეტად ჩაჩაჩული კიდევ მეორებ წეღანაც ვამბობდი, თუ ისეთი გინდა, განიერი მოგსოვე. თუ ფეხზე კოხტად მომდგარი და მოჭიმული გინდა, აი ასეთი რო იყოს, უფრო ისე ფეხის ზომა დაიწყე ზუსტად ეს რეზინა და თუ საჭირო გახდა არის ფეხი წვივზე განიესკელია, წვრილი წვივია, სულ სხვადასხვა რაღაცა, ამის მიხედვით უნდა აწყო და მოგსოვო. ფეხზე მომდგარი გინდა თუ განიერი სქელი ფეხისთვის გინდა, მაშინ შეიძლება აქ ალაგ-ალაგ მატებაც დაგჭირდეს. აი ჩემი YouTube არხზე ახლა სადაც უყურებ ამ ვიდეოს, ქვეშ წერია ჩემი გვარსახელი. რო დააწყაპო იმ გვარსახელს გახსნა და შეხვიდე, მთავარ გვერდზე მოხვდები და იქ ბაჭიჭები როგორ გსოვოთ 3 წლის წინანდელი ჩაწერილი ვიდეოა მგონი და იქაც ვამბობ, რომ აი სად უმატოთ, სადღაც უმატებ, სადაც ის წვივი ან უფრო სქელია, ან უფრო მატება ჭირდება, რაც არის საჭირო. ყველა არის ინდივიდუალური და სჭირდება სხვადასხვა ზომა, სხვადასხვა სისქის და ასე შემდეგ, სიმაღლის და რა ვიცი, ერთი სიტყვით, როცა თანდათან გაერკვევით და ყველაფერს კარგად ისწავლით, უფრო და უფრო კარგი გამოგივათ, მაგრამ ერთი წვილიც რომ მოგსოვო ეს წვილი 2 ცალი და შენ მოგეწონოს, რომ რა კარგი რამე გავაკეთე, ის უკვე დიდი ნამუშევარია, შემდეგ უფრო ლამაზი და უფრო ლამაზი გამოგივათ. წარმატებები, კარგად ბრძანდებოდეთ.